დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა. ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან პირადად მიიღო. რის შემდეგაც პრემიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მან აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და დაწყებული გამოძიების ყველა დეტალის დადგენის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ. მიხარია რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ ბუნებრივია ექიმებისგან და დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. გამოძიება დაიწყო მყისიერად და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი, თქვენ იცით არის კონკრეტული მუხლით აღსრულის სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად ყველა გარემოებას. ბუნებრივია, თავის შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც. მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხო? ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. თქვენ იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად ეს არის TV პირველი, მაგალითად ეს არის ფორმულა, ეს არის რა თქმა უნდა ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს დათესოს სიძულვი. ხო, ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია, ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის სიძულვილის მუდმივად დათესვა. ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. პრემიერთან ერთად თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად კლინიკაში იმყოფებოდა აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელსაც დადებითი დინამიკა აქვს. დღის ბოლოს ავადმყოფოში კიდევ ერთხელ მივიდა ჯანდაცვის მინისტრიც. საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. უნდა მიმართოთ სამართალდამცავებს ამის შესახებ. ეხლა მნიშვნელოვანი ყველაზე არის ის, რაც გავიგე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ყოველ დღიურად უმჯობესდება მდგომარეობა და ხვალ გვაქვს კიდევ უკეთესობის იმედი ჯანმრთელობას გულისხმობ. ეს არის ეხლა მნიშვნელოვანი. ექიმებს ვესაუბრე, კონტაქტური იყო, გამოვიდა მდგომარეობიდან, იყო კონტაქტური, ადეკვატურია, ეს არის მნიშვნელოვანი და ვარ ძალიან გახარებული ამით. თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია. პირველი უნივერსიტეტის კლინიკის ექიმების ინფორმაციით პაციენტი კონტაქტური, ადეკვატურია და არსებული საფრთხეები ამ ეტაპზე განეიტრალებულია. კუნკერში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კლინიკაში უკვე მესამე დღეა იმყოფება. პარალელურად თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე ძიება გრძელდება. სხვა საგნებთან ერთად ექსპერტიზა უტარდება იმ წერილსაც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. რაც შეეხება ალექსი ახვლედიანს, რომლის სახლშიც და რომლის იარაღიდანაც მოხდა გასროლა, სასამართლომ ის 30,000 ლარიანი გირაო საფუძველზე გუშინ დღის ბოლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, დინამიკა დადებითია, ჰემოდინამიკური პარამეტრები შენახულია, კორეგირებულია, არ საჭიროებს მედიკამენტოზულ ხარჯდაჭერას. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტურია, მყარდება კონტაქტი, ასრულებს ყველას დავალებას. სუნთქვის პარამეტრები მკვეთრად არის გაუმჯობესებული, დადებითი დინამიკა და აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ასე გაგრძელდა პაციენტი, ალბათ რამოდენიმე დღეში მოიხდება მართვითი სუნთქვითაც. მორგი დებატები ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ განიხილავდნენ ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატისა და საქართველოს საკითხზე სპეციალური წარმომადგენლის რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ ანგარიშს. კრიტიკულთან ერთად ისმოდა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადებებიც. ნახევარსაათიანი დებატები თითქმის სარიელ დარბაზში წარიმართა. რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტმა კენჭი დღეს უნდა უყაროს.
ანგარიში მოწოდებულია ქართული ოცნების ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება, ასევე დამატებითი სანქციები, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის, მზია ამაღლობელისა და სხვა პატიმრების გათავისუფლება. აქვე აღნიშნულია, რომ შემოდგომისთვის დანიშნული თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს კიდევ ერთ ტესტს საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის და მოუწოდებს ოპოზიციას გამოიყენოს ამ არჩევნების შესაძლებლობა. ცვლილებები მოიცავს ტექსტის განახლებას, რათა მასში შევიტანოთ მოვლენების სერიოზული განვითარება, კერძოდ თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება და სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა. ასევე მთავარი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად. ასევე იქნება ორი ზეპირი გადაწყვეტილება. მე გთავაზობთ ორივეს დავუჭიროთ მხარი. ერთი ეხება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და კიდევ ერთი ცვლილება ამკაცრებს ჩვენს მიდგომას ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვის შესახებ. ეს ცვლილება მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, რადგანაც საქართველოს მკაფიოდ დაარღვია ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. ცოტა ხნის წინ რვა ოპოზიციური ლიდერი დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ უკანონოდ სრულ პატიმრობაშია. ქვეყანას ევროპასა და დასავლეთს აშორებენ. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ერის ამბიციებს. ჩვენ გვჭირდება ქართული ოცნების პოლიტიკური იზოლაცია საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვჭირდება კონტაქტი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. ასევე გვჭირდება ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება ცალკეული ადამიანების მიმართ. პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ასევე გვჭირდება ფონდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. საქართველოს შესახებ წარმოდგენილი ანგარიში სამარცხვინოა. ეს სირცხვილია ევროპარლამენტისთვის. ის არც ევროპული და არც დემოკრატიული ხასიათისაა და პატივისცემასაა მოკლებული. თუმცა ცხადია, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობას სურს საქართველოში მარიონეტული მთავრობის ხილვა და ვიდრე ეს არ მოხდება, თქვენ შეგნებულად ცდილობთ ევროპას საქართველოს ურთიერთობების გამწვავებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თქვენი ანგარიში. მინდა რამდენიმე პუნქტის აღნიშვნა. ევროპარლამენტ სურს უთხრას ქართველებს, თუ ვინ უნდა ჰყავდეთ მთავრობაში და რომ ახალი არჩევნები უნდა ჩაატარონ. ევროპარლამენტს სურს გადაწყვიტოს, ვინ არის საქართველოში რეალური სამოქალაქო საზოგადოება, ისინი, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციამ USAID-ის საშუალებით დააფინანსა, რომელიც ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა. ევროპარლამენტს სურს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ საქართველოს პარტნიორად არ აღიქვამთ, თქვენ მას კოლონიად მიიჩნევთ. საჭიროა არა სანქციები, არამედ გულწრფელი დიალოგი, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, იმგვარს, რომელიც ჩვენს საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. ევროპარლამენტს მოსწონს საკუთარი თავის მორალის ინსტიტუციად მიიჩნევა, მოსამართლედ აღქმა, რომელიც პოლიტიკაში სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანს აკეთებს. უკვე თვეებია პარლამენტი ღელავს და წუხს იმ ფაქტის გამო, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ აირჩიეს ევროკავშირის გეგმის მთავრობა. თვეების განმავლობაში კომიტეტები და ორგანოები ფიქრობენ, თუ როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო. ევროპის სახალხო პარტიის ანგარიში წარმოადგენს ცოდვების კატალოგს და აყენებს სხვადასხვა მოთხოვნას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, როგორიცაა პირადი სანქციები, იურიდიული პროცედურები ან კოლექტიური დასჯა. ის არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ თავისი ქვეყანა ორ ბლოკს შორის მიმდინარე კონფლიქტიდან გამოიყვანა, რაშიც ჩვენ გვსურდა მათი ჩათრევა. ეს ანგარიში უგულებელყოფს საკუთარ კანონმდებლობას. ჩვენ ამ ანგარის მხარს არ დაუჭერთ. მორგი სამარცხვინო რეზოლუცია ორმაგი სტანდარტებით და უსამართლობა ქვეყნის მიმართ. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს ქართულ ოცნებაში ეხმიანებიან. მმართველ-გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი დოკუმენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად აცდენილია ევროპული ბიუროკრატია ევროპულ ღირებულებებს. ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა საქართველოსთან მიმართებაში. რასაკვირველია, ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებებია. ევროპარლამენტი ჩამოყალიბდა თავისი უმრავლესობით, როგორც საკმაოდ სერიოზული ანტიქართული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ ამ პარტიისპირელი ზოგიერთი დეპუტატის ლიდერობით. ხილეთ ქალბატონი რასაიუკნევიჩიანის ავტორობით მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელსაც ევროკომისია განიხილავს. ერთადერთი რაც შეიძლება ამ ფაქტთან დაკავშირებით ითქვას არის ის, რომ ქალბატონი რასა და მისი პატრონები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება არის ქართული ხალხის რჩეული პარტია და ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში. დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში კიდევ უფრო მწვავდება. ნაციონალური მოძრაობა ხაზარაძე ჯაფარაძის პარტიას პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ
ლელო მათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციისგან ნაკლები კრიტიკის სანაცვლოდ ფულს თავაზობდა. უსამართლო იერიშზე საუბრობენ თავად ლელოში, თუმცა პოლემიკაში შესვლისგან თავს იკავებენ. მსგავს თავდასხმებს ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან არასამართლიანს უწოდებენ გახარიას პარტიაში. არაჯანსაღ პროცესზე საუბრობს მართველი გუნდი და დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში შიდა ვითარება უფრო დაიძაბება. პარტიაში ლელოს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ნამდვილად ითქვა, რომ თუ ჩვენ თავს დავხურჭავდით, ასე ვთქვათ, ლელოს მიერ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გარკვეული სახის მხარდაჭერა თუ სარგებელი იქნებოდა მათი მხრიდან. ხო, რა იგულისხმებოდა ამაში, მე არ ვიცი, მაგრამ საზოგადოება მიცის ის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ირჩევს ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ესეთი ნიაღვარი აქვთ თავდასხმების, მე ვფიქრობ, რომ ეს მინიმუმ არის არასამართლიანი. ეს არის სრული სპეკულაცია, ეს არის მე ვფიქრობ სასარგებლო იდიოტების მიერ გაკეთებული განცხადება მინიმუმ, იმიტომ რომ ეს პირდაპირ აცხავს ოცნების დისკურსზე წყალს. უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ თავაზობდა ბატონი ხაზარაძე ესეთ ფულს, რომ მასთან დაკავშირებით ნაკლები, თქვათ, რაღაცა კრიტიკა გამოეხატათ და ჩვენ არ გვახსენდება რატომღაც ბევრი კრიტიკა მათი მხრიდან, რაც ხაზს უსმავს იმას, რომ სავარაუდოდ ისინი თავხდებოდნენ ამ თანხის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არაჯანსაღი პროცესი არის, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ჩვენს მიერ მიღებული ბოლო თვეებში კანონები სწორედ ამას უზრუნველყოფს. დღის ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ.